კარგი. მოგესალმებით, ვიწყებთ ვაგრძელებთ ჩვენს სალექციო კურსს. დღეს ვისაუბრებთ სამყაროს გაფართოებაზე და რა საშუალებით ვაკვირდებით სამყაროს, არა მხოლოდ გაფართოებას. ნიუტონის გრავიტაცია ჩვენ განვიხილეთ წინა ლექციების ფარგლებში, აღიწერება მსოფლიო მნიშვნელობის კანონით, რომელიც აი აქ არის წარმოდგენილი. დიდი M მასის სხეული, ეს არის ძალა, რომლითაც დიდი M მასის სხეული მოიაზრება, რომ მდებარეობს კოორდინატთა სათავეში. აი აქ მარცხენა მხარეს მდებარე ნახაზზე შავი წერტილით არის მონიშნული დიდი M-ი. და თავისკენ ეკაჩება აი ამ ძალით მცირე M-ს. მასის სხეულს მიმული გვაქვს ათვლის სისტემა დიდ M-ზე. ვიცით რომ ძალა რომთაც მოქმედებს დიდი M მცირე M-ზე უდრის რიცხობრივად ძალას რომთაც მცირე M-ი ეს იდავს დიდ M-ს. ორივე მათგანი ექვემდებარება ერთი და იგივე ძალას, მძიმეც და მსუბუქი სხეულიც. მაგრამ მძიმე ნაკლებად განიცდის აჩქარებას. ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც უძრავი და ათვლის სისტემა, რომელიც მასთან იქნება მიმული, კარგი სიზუსტით. განვიხილოთ როგორც ინერციული. ეს ურთიერთქმედება გრავიტაციული ანუ ხასიათდება პოტენციური ენერგიით, გააჩნია ამ ძალას პოტენციალი და შესაბამისად გვაქვს ამ ძალაში, ამ ძალთა ველში მოძრაობისას, როდესაც სხეული მცირე M-ი მოძრაობს. გრავიტაციულ ველში, რომლის წყაროც არის დიდი M-ი, გვაქვს ენერგიის შენახვის კანონი, გამოსახული აი აქ. ეს ენერგია მარცხენა მხარე, ანუ აი ამ ნახაზზე არის წითელი მრუდით დახატული. დიდ მანძილებზე იზრდება. უარყოფითი არის ურთიერთქმედების ნიშანი, როგორც ხედავთ. შესაბამისად, დიდ მანძილებზე უახლოვდება რა ნულს, ნიშნავს, რომ იზრდება პოტენციური ენერგია, ეს არის კიდევაც ნიშანი იმის, რომ გვაქვს ეს არის მიზიდვის ხასიათის. გარდა ენერგიის შენახვისა, გვაქვს იმპულსის მომენტის შენახვის კანონი. იმპულსის მომენტი განიმარტება ასეთი ვექტორული დამრავლით, რადიუს ვექტორი არის იმპულსზე ვექტორულად გამრავლებული. ასეთ ველში მოძრაობისას მცირე M-ისთვის ეს სიდიდეც იმპულსის მომენტი შენახვადია, რაც გვეუბნება, რომ მოძრაობა ეწარმოებს სიბრტყეში. გვექნება ბრტყელი მოძრაობა. ამ კანონზე დაყრდნობით, ნიუტონის გრავიტაციის კანონზე დაყრდნობით, საკმაოდ კარგად შეგვიძლია შევაფასოთ მოძრაობის ტრაექტორია სხეულებისთვის, კერძოდ პლანეტების ორბიტები, ელიფსის ფორმა აქვთ მათ, როგორც ვიცით. გამოვყვანოთ კეპლერის კანონები. მაგრამ გვაქვს გადახრა დაკვირვებადი მზის სისტემაში, გადახრა ნიუტონის გრავიტაციიდან, კერძოდ მერკურისთვის. ურთიერთქმედება, რომელსაც ექვემდებარება ესე თუ ის პლანეტა მზის მხრიდან, მზის სისტემაზე ვსაუბრობთ, არის შეშფოთებული მეზობელი პლანეტების გავლენით, ანუ ურთიერთქმედების პოტენციალი იქნებოდა ძალა განსხვავდება ზუსტი დონისგან. ანუ გვაქვს შეშფოთება, რაც განაპირობებს პრეცესიას. პრეცესია გულისხმობს ელიფსის ღერძის. ეს არის ელიფსის აი ამ ღერძზე საუბარი. ბრუნვას. ესე იგი დროთა განმავლობაში ეს ღერძი განიცდის ბრუნვას. ამას ვეძახით ორბიტის პრეცესიას. ეს ეფექტი არის აქ გამოსახული. როგორ ხდება წანაცვლება, რომელიც ზოგადი ფარდობითობის თეორია, აინშტაინის გრავიტაცია, კარგად გვიხსნის მერკურისთვის ამ ეფექტს. სხვა შემთხვევაში არ გვექნებოდა პასუხი.
გარდა მაგისა, სინათლის სხივის გადახრა გრავიტაციულ ველში ასევე კარგად აღიწერება აინშტაინის გრავიტაციით. ნიუტონის გრავიტაცია არ არის საკმარისი, აი აქ ხედავთ, კარგად არის ამნახაც გამოსახული ელიფსის ღერძის წანაცვლება და რეალურად მოძრაობის წიერი სხეულისთვის არის არა მკაცრი ელიფსი, არამედ სიბრტყეში აი ასეთი წიერი, რომელსაც თქვენ ხედავთ, შავად გამოსახული, მუქი შავი წირით არის გამოსახული ტრაექტორია. ანუ ნიუტონის გრავიტაციას მზის სისტემის ფარგლებში დაკვირვებები, როგორც გვეუბნება, ნიუტონის გრავიტაციას სჭირდება შესწორება. ამ შესწორებად გვევლინება აინშტაინის გრავიტაციის თეორია, რომელიც ბევრად რთულია, კონცეპტუალურად ძალიან განსხვავებული, ეს არის გრავიტაციული ურთიერთქმედების ბოდიში, უნდა მეთქვა გეომეტრიული თეორია, კერძოდ მეტრული ტენზორით ხდება გრავიტაციული ველის აღწერა, ჩვენ მოგვიანებით შევეხებით ამას. გრავიტაციული ველის სიძლიერე ხასიათდება დროსის სიმრუდით. ვსჯელოთ გრავიტაციული ველის სიძლიერეზე იმის მიხედვით მოცემულ წერტილში რამდენად გამრუდებულია დროს სივრცე. და ურთიერთქმედების სურათი გრავიტაციული გეომეტრიული ფორმალიზმის ფარგლებში ასეთნაირად გამოიყურება, რომ იწვევს მასიური სხეული მის ირგვლივ დროს სივრცის გამრუდებას, რასაც განიცდიან სხვა სხეულები. ან სხვა სხეულები მოძრაობენ ამ გამრუდებულ დროს სივრცეში, რაც ეკვივალენტურია გრავიტაციული გავლენისა ერთი სხეულის დიდი ემის, ასე ვთქვათ, მცირე ემს. აი ასეთი უცნაური ფორმალიზმი არსებობს დღეისთვის გრავიტაციის აღსაწერად, რთულია მათემატიკურად, კარგად მუშაობს, ბევრი დაკვირვებადი მხარდაჭერა გააჩნია ამ თეორიას. იმისთვის, რომ შევიქმნათ თვალსაჩინო წარმოდგენა ცნებებზე, რომელსაც ეს თეორია იყენებს, შეგვიძლია მარტივი მაგალითი განვიხილოთ გამრუდებული ერთგანზომილებიანი სივრცის ორი ასეთი სივრცე გვაქვს, ერთი წრეწირი, რომელიც როგორც ხედავთ, თანაბრად არის ყველა წერტილში გამრუდებული, გამრუდებას თვალით ხედავთ. იმასაც ხედავთ, რომ თუ რადიუსი წრეწირის არის მცირე, ლოკალურად გამრუდება არის უფრო დიდი. თუ არის დიდი წრეწირის რადიუსი, მცირე მასშტაბებზე, გულისხმობ ორ მეზობელ წერტილს შორის წრეწირზე. ესე როგორც ჩვენ ვეღწნობთ მაგალითად დედამიწის სიმრუდეს, დიდი რადიუსის შემთხვევაში ეს წრეწირი ლოკალურად მცირე მონაკვეთზე, ვთქვათ, პლატ, მცირე მონაკვეთი რომ მოვჭრათ წრეწირის უფრო ნაკლებად, უფრო მეტად ბრტყელია შებრტყელებულია. მარცხენა მხარეს ხვდებით, ხედავთ, რომ ელიფსის შემთხვევაში სიმრუდე იცვლება წერტილიდან წერტილში. ყველაზე მეტად აი ამ უბანზე გამრუდებული და ყველაზე ნაკლებად აქ არის გამრუდებული. შეგვიძლია პარამეტრულად ასე ავწეროთ წრეწირი, არის რადიუსი, φ კოორდინატია წრეწირზე, φ კოორდინატი ასე განიმარტება, აი ამ ნახაზზე არის. φ-ის განმარტება x საკოორდინატო ღერძიდან საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ავითვლით დადებით მნიშვნელობებს φ-ის. პარამეტრულად შეგვიძლია ელიფსიც ჩავწეროთ, განსხვავება იმაშია, რომ კოსინუსთან 100 თუ შევინარჩუნებთ, სინუსს უნდა ჰქონდეს სხვა ფაქტორი წინ, ეს a და b ელიფსის შემთხვევაში ნახატზე არის გამოსახული, რას მივთითებს, თვალსაჩინოდ ჩანს, ვიცით რა განმარტება კოსინუსის და სინუსის. კოორდინატი φ, როგორც თქვით,
ახასიათებს წერტილის მდებარეობას როგორც ელიფსზე, ისე წრეწირზე. F არის კოორდინატი ჩვენს ერთგანზომილებიან სივრცელზე. ორ წერტილს შორის მანძილი, რომელთა კოორდინატებია φ და φ პლუს დელტა φ, დელტა φ იგულისხმება, რომ არის მცირედ წანაცვლო, ან მცირე არის. მანძილი წრეწირის შემთხვევაში ამ ორ წერტილს შორის ეს წერტილები მონიშნულია ამ ნახატზე, განისაზღვრება მარტივად როგორც A-ს ნამრავლი დელტა φ-ზე. ესე კოორდინატული მანძილია დელტა φ, ამ დელტა φ-ს გაუშვდა წინ ფაქტორი A, იმისთვის რომ მივიღოთ ფიზიკური მანძილი დელტა L. ეს A თამაშობს კიდევაც მეტრიკის როლს. გვაძლევს საშუალებას კოორდინატულ მანძილს შევუსაბამოთ ფიზიკური მანძილი. წრეწირის შემთხვევაში ეს A არ არის დამოკიდებული φ-ზე, ანუ ყველა წერტილისთვის ერთნაირია წრეწირის შემთხვევაში. ელიფსისთვის მდგომარეობა განსხვავდება, ეს ფაქტორი, რომელიც ეს ფერქვეშ მდებარე ფაქტორი, რომელსაც ვამრავლებთ დელტა φ-ზე, კოორდინატულ მანძილზე, რათა მივიღოთ ფიზიკური მანძილი, რეალური მანძილი, ანუ დელტა L. ეს ფაქტორი, ეს არის მეტრიკა, დამოკიდებულია φ-ზე. წერტილიდან წერტილში მას აქვს განსხვავებული მნიშვნელობა. შეგიძლიათ მაგალითად ამ გამოსახულების გამოყენებით შევაფასოთ, სად იქნება დიდი, სად გახდება მცირე. რაც შეეხება სიმრუდეს, სიმრუდე როგორც ვთქვით, შეგვიძლია რადიუსით დავახასიათოთ, თუმცა უფრო შესაბამისი სიმრუდის რადიუსის შებრუნებული სიდიდე იქნება, იმიტომ რომ დიდი რადიუსის შემთხვევაში, როგორც ვთქვით, წრეწირს თუ შევხედავთ, უფრო მეტად მცირე მონაკვეთი წრეწირის არის შებრტყელებული, ანუ გამბუდება ნაკლებია დიდი რადიუსის შემთხვევაში, რადიუსის შებრუნებული დაახასიათებდა ამას კარგად. რადიუსის შებრუნებულიც იქნებოდა დიდი რადიუსის შემთხვევაში მცირე. წრეწირის შემთხვევაში გამბუდება არის ყველა წერტილში ერთნაირი. ელიფსის შემთხვევაში გვაქვს φ-ზე დამოკიდებულება. იმისთვის რომ ჰქონდეს მათემატიკური განმარტება სიმრუდის, შეგვიძლია გავიხსენოთ, ამ მიზნით გამოვიყენოთ აჩქარების ცნება. წრეწირზე მოძრაობისას ვიცით რომ მოძრაობა მუდმივი სიჩქარით, მუდმივი წირითი სიჩქარით თუ მოძრაობს მუდმივი სიჩქარე, ანუ გულისხმობ დროის ტოლ შუალედში წრეწირზე ერთი და იგივე მანძილს გადის სხეული. მაშინ გვექნება მოძრაობა ნებისმიერ შემთხვევაში მრუდწირზე აჩქარებულია, გვექნება აუცილებლად აჩქარება, რომელიც დამოკიდებულია გამრუდებაზე. ხო, ვექტორ სიჩქარის ცვლილება აჩქარება, მოდული არ იცვლება სიჩქარის, მაგრამ იცვლება მიმართულება. ცვლილება მიმართულების იქნება უფრო მეტი, რაც უფრო გამრუდებულია ტრაექტორია. თუმცა აჩქარება რეალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც როდესაც მოძრაობთ მუდმივი სიჩქარით. წირით სიჩქარეზე მაქვს ხედულობაში მაქვს წირით სიჩქარე, არამოდული სიჩქარე ვექტორული სიდიდეა. როდესაც ვამბობ მუდმივი სიჩქარე, ამ შემთხვევაში გულისხმობ მოდულს, სიჩქარის ვექტორის მოდული არის მუდმივი. აჩქარება გვეტყვის, ის იქნება დამოკიდებული წერტილზე, წერტილიდან წერტილს შეგვეცვლება ელიფსის შემთხვევაში. გვეტყვის როგორ არის გამრუდებული ეს სივრცე. 4 განზომილებიანი დრო სივრცისთვის, ანუ 3 განზომილებიანი სივრცე პლუს დროის 1 განზომილება, რა თქმა უნდა, სურათი არის უფრო რთულად წარმოდგენილი, საჭიროებს შედარებით რთულ და გრძელ მათემატიკურ შეფასებებს. აინშტაინის გრავიტაციის ძალიან არა ტრივიალური, უცნაური დასკვნა სამყაროსთან დაკავშირებით მდგომარეობს იმაში, რომ სამყარო არის, როდესაც სამყაროს ვამბობ, გულისხმობ დრო სივრცეს. ანუ დრო სივრცე არის დინამიური. ის განცდის გაფართოებას ან შეკუმშვას, ეს საკმაოდ უცნაური ფაქტია, რომელსაც ჭირდება
აა შეგუება, თქვათ ასე და რომელსაც ჭირდება დაკვირვებების მხრივ გამიჩნდა სხვა ტიპის მოძრაობისგან. უნდა შეგვეძლოს განვასხვაოთ მოძრაობა, რომელიც დროს სივრცის დინამიკით არის გამოწვეული და სხეულების საკუთარი მოძრაობა, ხო? ეს ფაქტი თითქოს იმის გათვალისწინებით, რომ აინშტაინის თეორია დროს სივრცის გეომეტრიას უკავშირდება, არ არის თითქოს უცნაური და ბუნებრივია, მაგრამ ცხადია თვით აინშტაინისთვისაც ეს ყო არასასურველი ფაქტი, ის შეეცადა, რომ ერთგვაროვანი სამყარო განეხილა, ანუ დიდმასშტაბოვანი სამყარო, მცირე მასშტაბებზე ჩვენ ახლა ხედავთ, რომ სამყარო არ არის ერთგვაროვანი, გვაქვს გროვები მატერიის, გაიშვიათებები, ცარიელი სივრცე, ასე ვთქვათ. დიდ მასშტაბებზე თუ მოვახდენთ გასაშუალებას მატერიის ანუ სიმკვრივეს გულისხმობ. იქნება საკმაოდ კარგი სიზუსტით ერთგვაროვანი. ასეთი სამყაროსთვის აინშტაინს სურდა სტატიკური მიიღო სურათი დროზე დამოუკიდებელი, ამ მიზნით მან შემოიტანა კოსმოლოგიური მუდმივა, ეს ლამბდა, რომელიც რაღაც აზრით განმზიდავი ძალის როლს თამაშობს, ასეთი უნივერსალური განმზიდავი ძალა. ეს ახლა რაც არის ნიუტონის მიახლოების ფარგლებში შეფასებული აინშტაინის თეორიის ნიუტონისეული მიახლოება, ასე ვთქვათ, ანუ სუსტი ველის, სუსტი გრავიტაციული ველის შემთხვევაში ასეთი იქნებოდა ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია კოსმოლოგიური მუდმივას გათვალისწინებით. ეს დამატებითი ძალა გამზიდავია და როლი, რომელსაც აინშტაინი მიაწერდა, უნდა ყოფილიყო სტაბილიზაცია ერთგვაროვანი სამყაროსი, დიდმასშტაბოვანი, ანუ მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა დესიტერმა განიხილა მხოლოდ კოსმოლოგიური მუდმივას გათვალისწინებით სამყაროს დინამიკა და აღმოჩინა, რომ ასეთი სამყარო ფართოვდება. დადებთ კოსმოლოგიური მუდმივას შემთხვევაში მისი როგორც სტაბილიზატორის როლი აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა. ეს არის კარიკატურა დესიტერმა გამოაქვეყნა საგაზეთო სტატია უცნაურ ფაქტებთან დაკავშირების ზოგადი ფარდობითების თეორიაში, როგორ გამოიყურება დიდმასშტაბოვანი სამყარო, რასაც მოყვა ეს კარიკატურაზე ლამბდას როლში, კოსმოლოგიური როლში გამოსახულია პროფესორი დესიტერი, რომელიც ბერავს სამყაროს. ამ სამყაროს, ანუ როგორც გითხარით, დესიტერი მხოლოდ კოსმოლოგიურ მუდმივას ეხილავდა, ის არ ეხილავდა მატერიას. და ნახა, რომ ასეთი მოდელისთვის გვექნება დროსი გაფართოებადი სივრცე. სივრცე იქნება გაფართოებადი. აქ ახლა დატანილი ამ სურათზე თქვენ ხედავთ სხეულები, ასე ვთქვათ, ობიექტები, კოსმოსური. ხომ. ფრიდმანი იყო ერთ-ერთი პირველი ალექსანდრ ფრიდმანი, მეცნიერი, ვინც აჩვენა, რომ აინშტაინის თეორიის ფარგლებში გვექნება დინამიური დროს სივრცე. სივრცის გვექნება შეკუმშვა, გაფართოება. ვიზუალური შედარებები გვაქვს ერთი, რაც უკვე თქვით ასეთი, რომ ბუშტის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სამყარო, რომელიც იბერება, შესაბამისად სხეული galaktikები თუ გამოსახავთ სხვადასხვა წერტილში, რაღაც მივახატავთ რაღაცას. ნახავთ, რომ იბერება რა, მათ შორის მანძილი იზრდება და თანაბრად, ასე ვთქვათ, სიმეტრიული სურათი გვაქვს. ერთნაირად გამოიყურება ეს სურათი სფეროს ნებისმიერი წერტილიდან. ერთი ეს ვიზუალური თვალსაჩინო მაგალითი არსებობს გაფართოებადი სამყაროსთვის. მეორე ეხილავენ ხოლმე ამ მწვარს, რომელიც ფულდება, ფართოვდება,
ანაცვლარში გვაქვს ჩანართები, ქიშმიში აქ მითითებული. ეს ქიშმიში გალაქტიკების როლს თამაშობს, გულისხმობს და ვაკვირდებით გაფორმების პროცესში მათ შორის მანძილის გაზრდას, დაშორებას. ჰაბლის კანონი, მოკლედ თუ სივრცე არის დინამიური, გვაქვს აუცილებლად უნდა გქონდეს ცხადია დაკვირვებადი ეფექტი, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს. საუბარს არის თუ არა დინამიური. ხასიათდება, მოკლედ ერთგვაროვანი სამყარო, დინამიკა ხასიათდება მასშტაბური ფაქტორით, რომელიც ბავდება რა კოორდინატულ მანძილზე, ასე ვთქვათ, გვაძლევს ფიზიკურ მანძილს. ის დროში იცვლება. მისი ცვლილების სიჩქარე შეგვიძლია შევაფასოთ მყისის სიჩქარე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, როგორ გავმართავთ მყისის სიჩქარეს. შეგვიძლია შევაფასოთ, აქ არის მოყვანილი ეს შეფასება. წარმოებული საშუალებით, ანუ სიჩქარე ამოკიდებულია იმაზე, ორ წერტილს შორის მანძილის ცვლილების სიჩქარე ამოკიდებულია იმაზე, რამდენად იცვლება ეს მასშტაბური ფაქტორი A. აქ თვალი მარტივად შეგვიძლია მივადევნოთ ჩანაწერს. მივიღებთ სიჩქარეს, რომელიც არის ორი წერტილისთვის, რომელთა შორის მანძილი L-ია პროპორციული ამ L-ის. ანუ გაფართოებისას ნებისმიერ ორ წერტილს შორის, სამყაროს ორ წერტილს შორის მანძილი იცვლება სიჩქარე. გაფართოების სიჩქარე არის პროპორციული ამ L-ის, თუ უფრო დიდია დაშორება, უფრო სწრაფად ორ წერტილს შორის მანძილი, უფრო სწრაფად გარბიან ერთმანეთისგან ეს წერტილები. პროპორციულობის კოეფიციენტს H-ს ეწოდება ჰაბლის პარამეტრი. ის დროის ფუნქცია. დიახ. დიდ მანძილებზე, როგორც ეს ჩანაწერი მიუთითებს, სიჩქარე საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს. მყისის სიჩქარე კარგი იქნება გავიხსენოთ, შემდეგაც გამოვიყენებთ. ამას მყისის სიჩქარის განმარტებისას ჩვენ ვიხილავთ მუდმივი თავდაპირველად განვიხილეთ. მუდმივი აჩქარებით მოძრავი ერთგანზომილებიან, როგორც მოძრაობა გვაქვს, სწორხაზოვანი, წრის გასწვრივ ხდება მოძრაობა, მუდმივი აჩქარებით, აჩქარება არის A. სიჩქარე იცვლება ასეთნაირად, კოორდინატის დამოკიდებულება დროზე თანაბარ აჩქარებული მოძრაობისას არის S. სიჩქარე არის აქ, როგორც მარცხნივ მითითებულია, ცვლადი. დროის სხვადასხვა მომენტში აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა. თუ გამოვიყენებთ კოორდინატ x-ს, მოკლედ მდებარეობის t-ზე დამოკიდებულებას, შეგვიძლია შევაფასოთ საშუალო სიჩქარე, აი ასეთნაირად. დროის t მომენტს მივუმატებთ დელტა t, ვაკლებთ მდებარეობას x-ში და გვექნება დროის t-დან t + დელტა t შუალედში მოძრაობისთვის საშუალო სიჩქარე. ეს საშუალო სიჩქარე, როდესაც x არის აი ამ გამოსახულებით მოცემული, გამოიყურება ასეთნაირად. ეს არის a-ს დამატებული v0, v0 საწყის სიჩქარეა, პლუს a აჩქარება დელტა t დროის შუალედია, გაყოფილი 2-ზე. შევამცირებთ დროის შუალედს, როგორც ამბობენ 0-ისკენ მივასწრაფებთ, ანუ განვიხილებთ ზღვარს, რომ დელტა t ნულდება, მისწრაფს 0-ისკენ. მივიღებთ იმ გამოსახულებას სიჩქარისთვის, რაც თავდაპირველად გვქონდა. ეს არის მყისის სიჩქარის განმარტება. მათემატიკურად წარმოებულს ვეძახით x ფუნქციის, xt ფუნქციის წარმოებულს ვეძახით და განმარტება აი ამ გამოსახულებით. ესე იგი, საშუალო სიჩქარეს ვაფასებთ და შემდეგ დროის შუალედს, რომლის განმავლობაშიც გვაქვს ეს საშუალო სიჩქარე, მივასწრაფებთ 0-ისკენ, ვამცირებთ. წარმოებულის ეს განმარტება გვაძლევს საშუალებას
შევაფასოთ მუდმივი სიჩქარით მოძრაობისას წარმოებული დავთვალოთ და მივიღებთ V0-ს, ან თუ x-t ფუნქცია არის V0-t. აი ამ გამოსახულების შეფასებით, ვაჩვენებთ, რომ x-წერტილიანი V0-ია. ალფა t კვადრატის შემთხვევაში 2 ალფა t იქნება ცვლილების სიჩქარე. ხო, მდებარეობის ცვლილების სიჩქარე, ანუ x-წერტილიანი t. ხარისხოვანი ფუნქცია თუ გვაქვს ნებისმიერი ხარისხით n-ით, ესე იგი, როდესაც n უდრის 1-ს არის აი ეს შემთხვევა, n უდრის 2-ს არის ეს შემთხვევა, შეუძლია ზოგადი განვიხილოთ და ვაჩვენოთ, რომ თუ x-ts-თვის, რომელიც უდრის b გამრავლებული ბეტა გამრავლებული t ხარისხად n-ზე წარმოებული ასეთნაირად გამოისახება, მარჯვნივ რაც გვაქვს აი აქ ბეტა გამრავლებული n-ზე t ხარისხად n-1, მაშინ თუ ეს სამართლიანია, შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ფუნქციისთვის, რომელიც არის რაღაც გამა n + 1, გვექნება წარმოებულის გამოსახულება ასეთი. წინ გადმოხდა ხარისხის მაჩვენებელი, გაწარმოების შედეგად n + 1 და ეს ხარისხის მაჩვენებელს მოვაკლდა 1. ხო? თუ გამოვიყენებთ, მოკლედ, აი ამ სავარჯიშოს, გავაკეთებთ. ნახავთ, რომ მასშტაბური ფაქტორისთვის, რომელიც ხარისხოვანი კანონით, რომელიც არის t ხარისხად n, გვექნება ჰაბლის პარამეტრი n გაყოფილი t-ს. უშუალოდ შეგვიძლია ამის გაკეთება ამ განმარტების გამოყენებით. დღევანდელი სამყარო არის უცნაური, ჩვენთვის უცნობი მატერიასაც ვერ დავარქმევ, რაღაცით მართული, ბნელი ენერგია ვეძახით, ბნელი ენერგიით არის მართული. ახლო წარსულში სამყარო იმართებოდა მატერიით, იყო არარელატივისტური მატერიით დომინირებული. არარელატივისტური მატერიისთვის მასშტაბური ფაქტორი დროში იცვლება როგორც t ხარისხად 2/3. უფრო შორეულ წარსულში ჰქონდა მართვა, ასე ვთქვათ, დომინანტი იყო ენერგეტიკულ ბიუჯეტში რელატივისტური მატერია, რადიაციას ვეძახით. რელატივიზმი და არელატივიზმი ნიშნავს, რომ გვაქვს მასური მასშტაბებს გააჩნიათ მასა და გააჩნიათ იმპულსი, ანუ სიჩქარე. და ვატარებთ ამ ორ სიდიდეს, როდესაც იმპულსები ძალიან დიდია მასასთან შედარებით. ვამბობთ, რომ რელატივისტურია მოძრაობა, როდესაც მცირეა, ვამბობთ, რომ p არის უკულებელსაყოფი და გვაქვს არარელატივისტური მასასთან შედარებით უკულებელსაყოფი. სამყარო ფართოვდება, ეს გაფართოება იწვევს მის გაციებას, თავდაპირველი სურათი სამყაროსი არის დაკუცმაცებული ნაწილაკები, ასე ვთქვათ, ელემენტარული ნაწილაკები. მაღალ ტემპერატურაზე ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. ძალიან აქტიურია დაჯახებები მათ შორის. ფართოვდება რა ტემპერატურა აი ამ გაზის, პლაზმის ეცემა ამ კანონით რამდენჯერაც გაფართოვდება, აქ ეს არის რა t0 მომენტში თუ არის მნიშვნელობა t, აი ეს t. მას შემდეგ რამდენჯერაც გაფართოვდება, იმდენჯერ შემცირდება ტემპერატურა. ეს შემცირება ტემპერატურის ნიშნავს, რომ ნაწილაკების ენერგიები არის მცირე, მცირდება და ხდება, როდესაც ეს ტემპერატურა გაუტოლდება ბირთვის ბმის ენერგიას, ხდება ბირთვების სინთეზი, წარმოიქმნება ნუკლონებისგან ბირთვი. შემდგომი გაცივებისას, როდესაც ტემპერატურა გახდება ატომის ბმის ენერგიის სადარი, ხდება
ატომების სინთეზი, უფრო მაღალი ენერგიები შეუძლებელია, იმიტომ რომ დაჯახებები ანგრევს ამ მდგომარეობებს. ადრეულ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ სუბუქი ელემენტების სინთეზი, წარმოიქმნება დიდი ოდენობით წყალბადი, დაახლოებით 75%-ია და ასევე დიდი ოდენობით, დაახლოებით 25% ეს არის ჰელიუმი. მძიმე ელემენტები, როგორც არის აზოტი, ხშირბადი, ჟანგბადი, სინთეზირდება მოგვიანებით. ჩვენ გვაქვს ჭირდება, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი რაოდენობით მძიმე ელემენტები, სიცოცხლის არსებობა სჭირდება. მათი სინთეზი უკვე წარმოშობა დაკავშირებულია ვარსკვლავურ პროცესებთან. როგორც ვთქვით, ჰაბლის კანონს აქვს ის სპეციფიკა, რომ დიდი მანძილებისთვის თუ ორ წერტილს შორის მანძილი არის დიდი, სიჩქარე გამოდის სად არის, სიჩქარე იზრდება პროპორციულად ელს და რაღაც მანძილისთვის ის სად არის გახდება სინათლის სიჩქარე, სინათლის სიჩქარე არის ზღვრული სიჩქარე. ენერგიის გავრცელება, ვთქვათ, შეუძლებელია უფრო წერილს უფრო მეტი სიჩქარით შეტყობინებას ვერ გავაგზავნით. ეს არის მაქსიმალური სიჩქარე იმისთვის, რომ კონდეს დავაკავშიროთ მიზეზობრივად ერთი არე მეორესთან. დიდი ელისთვის მოკლედ V გაუტოლდება C-ს, უფრო დიდი მანძილებისთვის შეუძლებელია მიზეზობრივი კავშირი, ეს არის კოსმოლოგიური ჰორიზონტი, ან თითოეული დამკვირვებელი არის შემოსაზღვრული რაღაც მანძილით, რადიუსით, რომლის მიღმაც რა ხდება მისთვის არის პრინციპულად დაუკვირვებადი. ანუ მიზეზობრივად დაუკავშირებელი არეებია. ამასკენ კოსმოლოგიური ჰორიზონტი, როგორც ვთქვით, ის იცვლება. აქედან ხედავთ, რომ ის არის ერთი გაყოფილი H-ის რიგის. აი აქ სად არის ხდება C გაყოფილი H-ზე. H-ი იცვლება დროის მიხედვით. ეხ მოკლედ თუ ვიცით დიდმასშტაბოვანი სამყაროსთვის მასში არსებული ნივთიერებები მატერია როგორი როთი და პეთი ხასიათდება შეგვიძლია შევაფასოთ სამყაროს დინამიკა. ვაბოთ ესა თუ ის კომპონენტი დომინირებს, ნიშნავს რომ ენერგიის სიმკვრივე მისი აღემატება სხვა კომპონენტებს. ხო გვაქვს, როგორც დღესაც გვაქვს არარელატივისტური ბოდიში. არარელატივისტური რო გვაქვს ეს თვალსაჩინოა, რელატივისტური მატერია გვაქვს. სამყაროში ფოტონები, ნეიტრინოები, სავარაუდოდ გრავიტონებიც. არარელატივისტურიც, ესე იგი არარელატივისტური, როგორც ვთქვით, ნიშნავს, რომ ნაწილაკების იმპულსი არის მცირე, ეს იმპულსები განაპირობებს წნევას, რაც ნიშნავს მასებთან შედარებით. მცირე იმპულსები, ეს მასა როში როს ენერგიის სიმკვრივეს განაპირობებს, ხოში წვლილში აქვს. მცირე რა იმპულსი, ეს ნიშნავს, რომ წნევა არის უგულებასაყოფი როსთან შედარებით, ასეთ მატერიას ვეძახით არარელატივისტურს. რელატივისტური მატერიისთვის, რადიაციისთვის გვაქვს მდგომარეობის განტოლება წნევა უდრის ენერგიის სიმკვრივის მესამედს. და გვაქვს კიდევ ერთი ის რაც მოიხსენეთ როგორც ბნელი ენერგია, ერთი გარემო, ვაკუუმი, რომელსაც შეუძლია საკმაოდ შეცვალოს სამყაროს დინამიკა, მისი მდგომარეობის განტოლება უცნაურია. მისთვის P წნევა არის უარყოფითი, P არის მინუს როს ტოლი. შეუძლია გამოვიყენოთ გარკვეული რაოდენობრივი სურათის მისაღებად სამყაროს დინამიკის შესახებ, შეუძლია გამოვიყენოთ თერმოდინამიკის ეს კანონი, რომელიც
რომელიც გვეუბნება შემდეგს სისტემაზე გადაცემული სითბო ხმარდება dq. ეს არის მცირე, ეს ჩაწერილია dv dq, ეს არის მცირე რაოდენობას მეუთითებს. გადავეცით სითბო სისტემას შეიძლება მოხმარდეს შინაგან ენერგიის ცვლილებას და მუშაობას. თუ წარმოვიდგენთ ცილინდრს მაგალითად, რომლის ერთი კედელიც მოძრაობს წნევის გავლენით, წაინაცვლებს, მარტივად შეგვიძლია შევაფასოთ, რომ მუშაობას ექნება ასეთი გამოსახულება PDV ცილინდრული ჭურჭლის გამოყენებით, რომელსაც ერთი კედელი აქვს მოძრავი, გუში გვაქვს, ანუ წაინაცვლა ამ გუშმა მოცულობის შევაფასებთ ცვლილებას, ვიცით ფუძის ფართობით ცილინდრის P წნევა, ეს არის ფართობის ერთეულზე მოქმედი ძალა, მართობულად ამ ფართობის ზედაპირის. სამყაროს შემთხვევაში მოიაზრება, რომ dq ვერ გვექნება, ანუ არ არსებობს ის გარე, ვინც შეიძლება სიტყვას აღვართვას ან მოგვცეს. შესაბამისად, ენერგიის შენახვის კანონი ასეთ სახეს მიიღებს. თუ ფართოვდება სამყარო, ასრულებს ის PDV მუშაობას, ეს მუშაობა ხორციელდება შინაგან ენერგიის ხარჯზე, ρV იცვლება უარყოფითად, PDV არის დადებითი. თუ როდესაც იზრდება, dv ნიშნავს მოცულობის ცვლილებას, დადებითი, ანუ გაიზარდა მოცულობა. შესრულდა PDV მუშაობა და შესაბამისად ეს რაოდენობა ენერგიის გამოაკლდება ρV, ეს აქცევი, ამიტომ არის მინუს ნიშანი. ამ თანაფარდობით შეგვიძლია დავწეროთ უწყვეტობის განტოლება, აი აქ რაც არის. რომელიც გვაძლევს შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალებას, თუ წეღან მოხსენიებული მატერიისთვის, რომლის თომარობის განტოლებაც არის P უყურებელს აყოფია ρ-სთან შედარებით. თუ მატერია არ არის რელატივისტური, ან მატერიისთვის გამოვიყენებთ ამ განტოლებას, უგულებელყოფთ P-ს, ანუ გადავაგდებთ, ამოვხსნით და მივიღებთ, რომ ენერგიის სიმკვრივე ასეთი მატერიისთვის ეცემა როგორც 1 გაყოფილი A კუბი. 1 გაყოფილი A კუბი. რელატივისტური მატერიისთვის, რადიაციისთვის, ხო, მეორენაირად რადიაციას ვეძახით, უწოდებთ E გვაქვს მესამედი, ამაზე საუბარი. მივიღებთ, რომ ასეთი გარემოსთვის, რადიაციისთვის ენერგიის სიმკვრივე ეცემა როგორც A-4 და დღეს თუ გავსომავთ ერთს და მეორეს, ანუ როგორია სამყაროში მატერიის ენერგიის სიმკვრივე და რადიაციის, ანუ რელატივისტური მატერიის ენერგიის სიმკვრივე, შეგვიძლია შევაფასოთ წარსულში როდის დაჯაბნის რადიო გაუტოლდება, ასე ვთქვათ, რადიაციის ენერგიის სიმკვრივე, მატერიის ენერგიის სიმკვრივეს, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მატერიის ენერგიის სიმკვრივე მეტია, მაგრამ წარსულში რადიაცია იზრდება სწრაფად. ხო, ანუ რადიაცია გაფართოებისას სწრაფად ეცემა, როგორც 1 გაყოფილი ახალისგან 4. მატერიის შემთხვევაში მატერიის ენერგიის სიმკვრივე ეცემა როგორც 1 გაყოფილი ახალისგან კუბი, შესაბამისად დღეს ის ჭარბობს მატერიის რადიაციის როს, მაგრამ წარსულში აუცილებლად გვექნება ისეთი ეპოქა, როდესაც ისინი ერთმანეთს უდრიან ენერგიის სიმკვრივეები და კიდევ უფრო შორეულ წარსულში დომინანტი გახდება რადიაცია, როგორც ვთქვით, მართლა ასეთია ჩვენი სამყაროს ადრეული სურათი, რომ ის ხო თავდაპირველად დომინირებული რელატივისტური მატერიით, რადიაციით იყო ძალიან ცხელი. გარდა ორი შესაძლო მმართველისა სამყაროს გვაქვს კიდევ ვაკუუმი, რომლისთვისაც რ უდრის მინუს, ბოდიში, P უდრის მინუს როს, აი აქ ვიცერიან, ის იგივეა რა უდრის მე. P უდრის მინუს როს, რაც ნიშნავს, რომ ეს განულდება, ანუ მეორე წევრი განულდება, ანუ რ წერტილიანი, რაც ნიშნავს, იქნება 0-ი ტოლი, როს ცვლილება 0-ია, ნიშნავს, რომ არ იცვლება, ანუ გვექნება
მიუხედავად გაფართოებისა, სამყაროს გაფართოებისა, გვექნება უცვლელი რო, მის ენერგიის სიმკვრივე არ შეიძლება. იმისთვის, რომ მასშტაბური ფაქტორის დროზე დამოკიდებულება შევაფასოთ, უნდა გამოვიყენოთ ეს საკმაოდ მარტივი განტოლება, ხო? რომელსაც ფრიდმანის განტოლება ეწოდება. ის აკავშირებს ჰაბლის პარამეტრს, როგორც ხედავთ, ენერგიის სამყაროს ენერგიასთან. რო არის ენერგიის სიმკვრივე, G-N არის ნიუტონის მუდმივა. თუ ვიცით როს დამოკიდებულება A-ზე, რაც ვიწერე აქ, მაშინ შეუძლია შევაფასოთ თითოეული ამ შემთხვევისთვის, როგორ იქნება A-ს T-ზე დამოკიდებულება. კერძოდ არარელატივისტური მატერიისთვის მასშტაბური ფაქტორი ასნაირად იზრდება დროის მიხედვით, სადაც T ხარისხად 2/3. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ენერგეტიკულ ბიუჯეტში დომინანტი წვლილი აქვს არარელატივისტურ მატერიას, იმართება სამყარო არარელატივისტური მატერიით. რელატივისტური მატერიის შემთხვევაში A იზრდება როგორც T ხარისხი, ფესვი T-დან T ხარისხად 1/2. ორივე შემთხვევაში ენერგიის სიმკვრივე ეცემა როგორც 1 გაყოფილი T კვადრატზე. ხო, ჩვენ აქ გვქონდა შეფასებული როს დამოკიდებულება მასშტაბურ ფაქტორზე, არარელატივისტური მატერიისთვის და რელატივისტური მატერიისთვის. ამ გამოსახულებების გამოყენებით უშუალოდ ჩანს, რომ რო დამოკიდებლად იმისა არის ეს რელატივისტური თუ არარელატივისტური, ეცემა როგორც 1 გაყოფილი T კვადრატი სამყაროს გაფართოებისას. როდესაც სამყარო დომინირებულია ვაკუუმით, ვაკუუმის შემთხვევაში ენერგიის სიმკვრივე არ იცვლება, ფრიდმანის განტოლება გულისხმობს, რომ H ჰაბლის პარამეტრი არის მუდმივი და გვექნება მასშტაბური ფაქტორისთვის ექსპონენციალური ზრდა, ძალიან სწრაფი ზრდა გვექნება. ეს არის პროპორციული ექსპონენტა H გამრავლებული T-ს. H მუდმივია ამ გამოსახულებაში. საგულისხმო თავისებურება, როგორც მატერიით, გულისხმობ არარელატივისტური მატერიით, ასევე რადიაციით დომინირებული სამყაროსთვის არის ის, რომ სამყაროს აჩქარება არის უარყოფითი. ანუ სამყარო ფართოვდება შენელებულად. ეს გამომდინარეობს ამ მასშტაბური ფაქტორებიდან. თუ ვიცით, როგორ არის დამოკიდებული T-ზე, შევაფასებთ მეორე წარმოებულს, ზუსტად ისევე, როგორც ზემოთ ჰქონდა, ჯერ ერთ წარმოებულს შევაფასებთ, ანუ A ცვლილების სიჩქარეს შევაფასებთ და შემდეგ სიჩქარის ცვლილების სიჩქარეს, ასაც ვეძახით აჩქარებას. მარტივად დავინახავთ, რომ ორივე შემთხვევაში სამყარო ფართოვდება შენელებულად, ანუ აჩქარება არის უარყოფითი. ჩვეულებრივ გრავიტაციისთვის ეს ძალიან ინტუიციური შედეგია, მოსალოდნელი შედეგია, ვინაიდან გრავიტაცია არის მიმზიდავი ძალა. აკვირდებით გაფართოება თავისთავად დამოკიდებულია, შეგვიძლია მოვიაზროთ დაუკავშიროთ საზღვის პირობებს, გასად იმისა, ქვას თუ ავისვრით, ქვა შორდება. ხო, ან თუ წარმოვიდგენთ სხეულს, რომელიც იმსხვრევა, აფეთქდა და იმსხვრა, ხდება გაფანტვა. შემავალ დეტალების, ხო, ამ სხეულების გაფანტვა ხდება, მაგრამ იზიდავენ ისინი ერთმანეთს გრავიტაციულად აუცილებლად მსგავსად იმისა, როგორც ქვა ანელებს მოძრაობას, შორდება რა, ხო, მისი პოტენციური ენერგია იზრდება ქვის, ანელებს აუცილებლად ამ კინეტიკური ენერგია უნდა შემცირდეს მოძრაობას. შეიძლება უსასრულობაში წავიდეს, როგორც ვთქვით, არის შეგვიძლია ისიც საწყის სიჩქარე ენერგიის მოძრაობის კანონით ჩვენ ეს ერთ-ერთი ლექციის ფარგლებში შევაფასეთ. უსასრულობაში შეიძლება აღარ დაბრუნდეს, ვთქვათ, გავისროლოთ ქვა, რომელიც აღარ დაბრუნდება დედამიწაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის ანელებს, შორდება რა, ანელებს თავის მოძრაობას იმის გამო, რომ
გრავიტაცია არის მიზიდვის ძალა. ამიტომ ეს შედეგი, აი ეგ დაწერია, მასშტაბური ფაქტორის მეორე წარმოებული ან მაჩქარება არის უარყოფითი შენელებული გაფართოება, ბუნებრივად გამოიყურება, საკმაოდ ინტუიციურია იმ გრავიტაციის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებიდან ვიცნობთ. მაგრამ დღეს უცნაური სინამდვილე ჩვენი სამყაროსი, მართლმასშტაბური, დიდმასშტაბური სამყაროსი მდგომარეობს იმაში, რომ დღეს გვაქვს აჩქარებულად გაფართოებადი სურათი. რა იწვევს არ ვიცით, ერთ-ერთი მარტივი წყარვა მაჩქარების შეიძლება იყოს კოსმოლოგიური მუდმივა, ანუ ვაკუუმით დომინირებული სამყარო, ასეთ შემთხვევაში, მასშტაბური ფაქტორი არის ექსპონენტა, აქ არის მითითებული და ნახავთ თუ შევაფასებთ აჩქარებას, მივიღებთ მართლაც დადებით მნიშვნელობას. ვაკუუმის ენერგია სპეციფიური მოვლენა, თქვათ ასე, უკავშირდება ველის კვანტურ სურათს. პირველი თავდაპირველი წარმოდგენა ამის შესახებ იქნა 1900 წელს. მაქს პლანკის მიერ გამოქვეყნებული. გულისხმობდა ელექტრომაგნიტური ველის დაკვანტვას, ელექტრომაგნიტური სიხშირული მოდები, სხვადასხვა სიხშირის ტალღები გვაქვს, ეს ომეგა ამ სიხშირეს, აი აქ რომ წერია ომეგა ამ სიხშირეს შეესაბამება. H ხაზიანი არის პლანკის მუდმივა, ანუ თვითონული სიხშირული მდგენელი ველის პლანკმა წარმოიდგინა როგორც ოსცილატორი, რომლისთვისაც ოსცილატორი მერხევის სისტემა ქვემოთ გვაქვს სურათი მექანიკური ოსცილატორის. წარმოიდგინა როგორც ოსცილატორი, რომლის ენერგიებიც უნდა რაღაც მიზეზით, ეს მიზეზი არის უცნობილი, ყოფილიყო დისკრეტული. მოკლედ ეს სურათი ენერგიის გამოსხივების სპექტრისთვის, თერმული გამოსხივებისთვის, ასე ვთქვათ, იძლეოდა კარგ სურათს. ეს კიდევაც მიზეზი, რის გამოც განისრახა პლანკმა ასეთი უცნაური სურათის შემოღება. თუმცა ცხადად არ იყო, ახლა ისე ფორმულირებული, როგორც ამას მევყვები იმ დროს. დღევანდელი გადასახედი და რაც პლანკმა გააკეთა არის ეს. ოსცილატორი არის მერხევის სისტემა, მექანიკური ოსცილატორი აქვს ნახატზე წარმოდგენილი ზამბარა, რომელიც მიმაგრებულია ერთი ბოლოთი მეორე ბოლო არის. თავისუფალი რაღაც ემასის სხეულია მიდმული ამ ზამბარაზე. ეს ზამბარა ასრულებს რხევით მოძრაობას, გვინახავს დრეკადობის ძალა განაპირობებს ამ რხევას, დრეკადობის ძალაზე ვისაუბრეთ, ის არ არის ფუნდამენტური, როგორც ვთქვით, ელექტრომაგნიტური წარმოშობის ძალა. დამოკიდებულია წაგრძელებაზე, დრეკადობის ძალის სიდიდე. აქ მინუსი ნიშანი მეუთითებს იმას, რომ აქ x-ი, ხო, შეიძლება კარგი სულად არის ჩაწერილი. გვაქვს რაღაც წონასწორული მდებარეობა x0, x-ი უნდა აღნიშნავდეს წანაცვლებას გადახრას. უნდა აღნიშნავდეს. მოკლედ წაგრძელებაზეა დამოკიდებული, თუ ეს წაგრძელება დადებითი, ანუ გაიჭიმა, მაშინ ცხადია ძალა არის ცვლილების საწინააღმდეგოდ მართული შეკუმშვას ცდილობს დრეკადობის ძალა. ამას მიუთითებს მინუსი ნიშანი. ეს არის აგრეთვე პოტენციალური კონსერვატიული ძალა, ანუ ენერგიის შენახვა ასეთ თუ სხეული ექვემდებარება ამ ძალას, მისთვის სამართლიანი ენერგიის შენახვა, პოტენციური ენერგია ასე გამოისახება დრეკადობის ძალის შემთხვევაში. მოკლედ ეს არის ოსცილატორი. ამ ოსცილატორს კლასიკურად ასრულებს რხევას, ჰარმონიულ რხევას, გავჭიმავთ რა და გავუშვებთ ხელს, ხედავთ ვაკუთებით წინ და უკან. ჰარმონიულად ნიშნავს, რომ სინუსის და კოსინუსის საშუალებით შეგვიძლია ავწეროთ ამონახსნი, ანუ დამოკიდებულება კოორდინატისა დროს.
თუ დავკვანტავთ, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, დებროილის ტალღა განვიხილეთ, დამწყვრეული სივრცეში, სივრცის რაღაც არეში დამწყვრეული დებროილის ტალღა განვიხილეთ და აჩვენეთ, რომ ბუნებრივად ნაწილაკზე ტალღობრივი წარმოდგენა დებროილის თანაფარდობის შესაბამისად გვაძლევდა კვანტურ სურათს, ენერგიები ხდებოდა დისკრეტული. ოსცილატორისთვის მივიღებთ ასეთ სპექტრს, ენერგია, ან დისკრეტული ენერგიების ასეთ მნიშვნელობებს. J იცვლება 0 მნიშვნელობას ღებულობს 0, 1, 2, 3 და შემდეგ ეს J არის. ნულოვანი ენერგია ოსცილატორისთვის თქვენ ხედავთ, რომ არ არის ნულოვანი. ანუ არ არის ნულის ტოლი, არ არის ნულოვანი, ცუდი ნათქვამი ნულოვანი. ანუ ნულოვანი ენერგია არ უდრის ნულს. კლასიკური ნაწილაკი ასეთ პოტენციალში ეს გამოსახავს პოტენციალს, ეს არის ამის პოტენციალი kx² ნახევარი, ანუ პარაბოლა გამოსახული. აი ეს მოყავისფრო რუდი გამოსახავს პარაბოლას, რომელიც პოტენციური ენერგია ოსცილატორისთვის. კლასიკური მოძრაობა ასეთ პოტენციალში, ან სხვა სიტყვებით ასეთ ძალთაველში უშვებს წონასწორულ მდგომარეობას. ანუ აი აქ ნულში იქ შეიძლება იყოს 0 და არ ქონდეს ნულოვანი ენერგია ექნებოდა. კვანტურად ეს დაუშვებელია, ვთქვით, რომ დებროილის თანაფარდობა ამას გვიხსნის, განვიზრახავთ რა ლოკალიზაციას ასეთი ტალღის ან ნაწილაკი არის დებროილის ტალღა, ის ლოკალიზაცია მცირე არეში ნიშნავს, რომ ტალღის სიგრძემდე შევამციროთ, რაც დებროილის თანაფარდობის მიხედვით ნიშნავს მისი იმპულსის გაზრდას, ან კინეტიკური ენერგია გაიზრდება. კვანტურად გვაქვს აი ესეთი განსხვავებული კლასიკური სურათი, რომ ძირითად მდგომარეობაშიც, ანუ ყველაზე მინიმალური ენერგიის შესაბამის მდგომარეობაში, ენერგიის მნიშვნელობა არ არის 0, არის შრომელი ნახევარი. საუბრობდით რაც ეგან ზემოთ პლანკის იდეაზე, პლანკის გულისხმობ ელექტრომაგნიტური ველის სიხშირული მოდების წარმოდგენას ოსცილატორების სახით. ხო, თუ გვაქვს ახლა ელექტრომაგნიტური ველი აღწერს უმასო ნაწილაკს, ფოტონი უმასო არის, აქ წერია უფრო ზოგადი შემთხვევა, როცა ეს ნაწილაკები მასური შეიძლება იყვნენ. გვაქვს მოკლედ ასეთი პლანკის იდეის შესაბამისად დაკვანტული სპექტრი ომეგა J, აქ იგულისხმება, რომ სასრულ არეში არის ეს ველი დამწყვრეული. ანუ P-ისთვის გვაქვს ესეთი დისკრეტული D არის ზომა, ან ყუთის, რომელშიც დამამწყვრეთ ველი, იმ ყუთის ზომა არის. და თვითონული სიხშირული მოდისთვის ომეგა J არის აღნიშნავს სიხშირულ მოდებს. თითოეული სიხშირული მოდისთვის გვაქვს ოსცილატორული სურათი, რაც გულისხმობს ასეთ დასაშვებ ენერგიებს. ხედავთ, რომ ძირითად მდგომარეობაში, როდესაც n 0-ის ტოლია, გვაქვს არანულოვანი ენერგია. თითოეული სიხშირული მოდა ხასიათდება მინიმალური ენერგიით, რომელიც აჯანყვის შედეგად გვაძლევს უსასრულობას. ფიზიკური რიცხადი ამ უსასრულობას თუ რაღაცნაირად სასრული არ გავხადეთ, არ აქვს. ბუნებრივად ვიყენებთ ხოლმე ჩამოჭრის სკალას, აი ამ ჯამზე რაღაც სიხშირეები, მაღალი სიხშირეები განიხილება როგორც არაფიზიკური, იმ ურთიერთქმედების ფუნდამენტური თეორიის გათვალისწინებით, რომელიც კარგად აღწერს ელემენტარულ ნაწილებთა ფიზიკას. მივიღებთ, შეგვიძლია შევაფასოთ, რას უნდა უდრიდეს ვაკუუმის ასეთნაირად ინდუცირებული, ანუ კვანტურად, ეს არის კვანტური წყარო ენერგიის მნიშვნელობა. მივიღებთ იმასთან შედარებით, რაც დასაშვებია დღევანდელი გაფართოების სურათით სამყაროს აჩქარებით მივიღებთ ბევრად დიდ მნიშვნელობას. ვაკუუმისთვის როგორც ვთქვით, მდგომარეობის განტოლება ასეთია, რომ P არის უარყოფითი, უდრის -c² რho. განტოლება, რომელიც აქ
ქვემოთ არის მოყვანილი, გამომდინარეობს ზემოთქვეყნად ჩვენ უწყობების განტოლება მატერიისთვის ერთი და მეორე ფრიდმენის განტოლება არის აი ამ ორი განტოლების შედეგი. ნათლად თვალსაჩინოდ მიუთითებს ეს განტოლება, როდის გვექნება აჩქარებული გაფართოება. გვექნება მაშინ, როდესაც ფრჩხილებში მდგომი გამოსახულება იქნება უარყოფითი. ვაკუუმის შემთხვევაში ეს თუ აქ რაც წერია, აშკარაა რომ ეს იქნება ეს იქნება უარყოფითი შესაბამისად ასეთი გარემო, როდესაც მისი ენერგიის სიმკვრივე არის დომინანტი, განაპირობებს სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას, მაგრამ როგორც გითხარით, ვაკუუმის ენერგია ზემოთ გვეწერა, თქვათ კვანტური წარმოშობის ენერგია ვაკუუმის შემთხვევაში გამოდის ძალიან დიდი და აჩენს თავსატეხს რა მექანიზმით არის ის რა იწვევს ამ ენერგიის გაბათილებას სამყაროში. რატო ვერ ხედავთ ვაკუუმის ენერგიას, რომელიც თითქოს ბუნებრივად უნდა გქონდეს. ამას ქვია კოსმოლოგიური მუდმივას პრობლემა. თანამედროვე ენერგეტიკული ბიუჯეტი სამყაროსთვის ასეთნაირად გამოიყურება, როგორც ვთქვით, არის დომინანტი ბნელი ენერგია, მას სრული ბიუჯეტის დაახლოებით 71.4% უკავია. ძალიან მცირე წვლილი ჩვეულებრივ მატერიას 5%-მდე. და მეორე ძირითადი მოთამაშე ეს არის ბნელი მატერია, რომლის შესახებაც ასევე ცოტა ვიცით დღესდღეობით. ბნელი ენერგიის და ბნელი მატერიის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემებია თანამედროვე ფუნდამენტური ფიზიკისთვის. დაკვირვების საშუალებები არის ცხადია მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაზეც ზემოთ საუბრობდით, იყოს გაზომილი დანახული გაფართოება, სამყაროს გაფართოება. დაკვირვების ერთ-ერთი წყარო ეს არის სინათლე. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება თამაშობს ამ მხრივ გამორჩეულ როლს ჩვენს ცხოვრებაში, მის დახმარებით ვახდენთ დაკვირვებას. სიჩქარე ელექტრომაგნიტური გამოსხივების, ანუ ცუდად ვამბობ, ვამბობ. სინათლის მოძრავ გავრცელების მოძრაობის სიჩქარე არის დამოუკიდებელი, როგორც ვთქვით, იმისგან, მისი წყარო მოძრავია თუ მძრავია, სხვა სიტყვებით, ჩვენ რომელ ინერციულ ათვლის სისტემაში ვიმყოფებთ. ჩვენ თვითონ შეიძლება მოძრაობდეთ წყაროს მიმართ, სინათლის წყაროს მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამისგან დამოუკიდებლად სიჩქარე სინათლის იქნება იგივე, რაც უძრავი ათვლის სისტემის შემთხვევაში. მაგრამ სიხშირე და ტალღის სიგრძე განიცდის წანაცვლებას იმის მიხედვით, წყარო მოძრაობს თუ არ მოძრაობს. აქ თვალსაჩინოდ არის მითითებული, თუ ჩვენგან გარბის წყარო შორდება გამოსხივებული ტალღისთვის გაიზრდება ტალღის სიგრძე. აი ამ პიკებს შორის მანძილი ტალღის სიგრძეა. ტალღის სიგრძის ზრდა ნიშნავს, რომ სიხშირე შემცირდა. ხო, ჩვენ ეს გვქონდა წინა ლექციების ფარგლებში შებრუნებული სიგრძეებია. ჩვენსკენ თუ მოძრაობს წყარო, რასაც ვხედავთ, არის ტალღის სიგრძის შემცირება. სიხშირის ვეძახით მოკლედ წითელ წანაცვლებას და ლურჯ წანაცვლებას იმის მიხედვით ხილულ სპექტრში, ეს უბრალოდ ფიგურალური დახასიათება ამ ეფექტის. მოკლედ დაკვირვების წყარო ეს არის სინათლე, მის საშუალებით ვღებულობთ მის საშუალებით ვადგენთ სურათს, სამყაროს სურათს ჩვენს ირგვლივ. აქ არის მზის მიერ გამოსხივებული სპექტრი. ამ გამოსხივებულ ხილული სპექტრია, ხო, ეს ფერები, რომელიც თვალით აღქმადია.
გვაქვს შთანთქმის ხაზები, შავი ხაზები, ეს არის ის სიხშირეები, რომელიც შთანთქა მზის ატმოსფეროში, გარე სივრცეში, ასე ვთქვათ, გარე ფენებმა. სხვადასხვა ნივთიერებებით არის, ჩვენ ვთქვით, რომ ხდება რა კირთულის სინთეზი, ელემენტების წარმოშობა ახლავს სხვადასხვა ელემენტების წარმოშობა, იმიტომ რომ თავდაპირველი როგორც ვთქვით, მასალა ვარსკვლავის შესაქმნელად ეს არის წყალბადი და ჰელიუმი. აი ამ ორი ელემენტით არის ძირითადად დასახლებული სამყარო, ამიტომ ვარსკვლავები ამ გაზის გრავიტაციული კონდენსაციის ან შეკუმშვის შედეგად ჩნდებიან. მაგრამ იწყება შეკუმშვა ტემპერატურას ზრდის ვარსკვლავის, იწყება კირთული რეაქციები. მოკლედ მძიმე ელემენტების სინთეზი ხდება. აი ამის ნათელი სურათია, რასაც აი ეს ფრაუნჰოფერის სპექტრი, რომ ის ნივთიერებები, რაც გვაქვს მზის ატმოსფეროში, ანუ გარე ფენებში, შთანთქავენ სინათლეს და გვეუბნებიან თუ ვიცით რომელი ნივთიერების შთანთქმის ხაზი შეესაბამება, შეუძლია დავადგინოთ რა ნივთიერებებით არის ატმოსფერო, მზის ატმოსფერო დასახლებული. აი აქ არის სურათი შედარებულია მზის გამოსხივების თუ შთანთქმის გამოსხივება შთანთქმის არის ორივე სურათი. სპექტრი შედარებული არის შორეული galaktikis გამოსხივების ან შთანთქმის რაღაც როგორ დავარქმევთ სპექტრთან. რასაც ხედავთ არის სიხშირეების წანაცვლება. ეს უკავშირდება მოძრაობას galaktikis მოძრაობას. მე მინდა ცოტა დრო დავუთმოთ ამ ეფექტის, ანუ წანაცვლების ეფექტის შეფასებას. სინათლე როგორც ვთქვით, მუდმივი სიჩქარით ვრცელდება, რაც გახდა წყარო რევოლუციური კონცეპტუალური ცვლილებებისა ფიზიკაში. ჩვენი წარმოდგენები ამ ძალიან შეცვალა დროს სივრცეზე, კერძოდ ანუ ეს არის ოპერაციული რას გულისხმობთ? ესე იგი, რეალურად ჩვენ გაზომვების მანძილის, დროის შუალედის და შემდეგ საშუალება გარდა იმისა, რომ გამოვიყენოთ სინათლე არ გვაქვს. ამიტომ სინამდვილე არის ისეთი, როგორც ჩვენ მას დავინახავთ. ამაზე საუბარი. აი სინათლის სიჩქარის სასრულობაც აქვს თავაზობს სამხრივ განსხვავებულ სურათს იმისგან, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეული მცირე სიჩქარეებზე. ხო. აქ არის მოდელი საათის გამოსახული. ეს საათი წარმოდგენილია ფოტონით, რომელიც დაარბის ზემოთ და ქვემოთ. დაშორება აი ამ ორ ამრეკლ ზედაპირს შორის ორი სარკეა. არის ელი. წავიდა ზემოთ დაბრუნდა ქვემოთ, ნიშნავს რომ გავიდა დელტა ტ დრო, ანუ გაიარა 2L მანძილი, მის მოძრაობის სიჩქარეა c, შესაბამისად 2L გაყოფილი c-ზე არის ის დრო. მოკლედ ამ საათით შეგვიძლია დრო გავზომოთ ასეთი სიზუსტით, თუ მოძრაობს ეს საათი ჩვენს მიმართ. სინათლის სიჩქარის ბოდიში სხივის მოძრაობის წირი იქნება აი ასეთი. ჩვენ ხედავთ, რომ მას მოუწევს მეტი მანძილის გავლა. ეს არის D, აი ეს D მეტია, აღჭარად L-თან შედარებით. შესაბამისად დელტა T პრიმი იქნება შუალედი, ანუ მოძრავი, ესე ჩვენ თუ აკვირდებით მოძრავ საათს, დროის სვლა იქნება, რასაც ჩვენ დავინახავთ განსხვავებული. შინაარსი ეს არის, რომ ვინაიდან სასრული სიჩქარე გააჩნია სინათლეს, ელექტრომაგნიტური გამოსხივება არის წყარო დაკვირვებების, ჩვენ გვექნება ასეთი დანახული სურათი. ზოგადი ფარდობითობის თეორია მოკლედ უკავშირდება ამ ფაქტს, რომ გვაქვს
C არ არის უსასრულო, არის სასრული, არის ინვარიანტი, ნიშნავს, რომ სხვადასხვა ინერციული სისტემისთვის ის არის ერთი და იგივე. ამიტომ მივაწერთ რა, აქ ორი ათვლის სისტემა გამოსახული, ერთი არის უძრავი პირობითად, მეორე V სიჩქარით მოძრაობს მის მიმართ x ღერძის გასწვრივ. ორი დამკვირვებელია, ერთს მივაბით შავი ფერის ათვლის სისტემა, მეორეს მოწითალო თუ მოყავისფრო ფერის. ну ცხადია რომ ეს წითლად თუ ყავისფრად შეფერილი ხედავს რომ ну ის თავის მოძრაობა ფარულად ცნება თუ არ შევადარებთ სხვა სხეულის დება ან რაღაცის მიმართ უნდა დავახასიათოთ სხვანაირად ვერ დავაფიქსირებთ ცხადია ეს მოყავისფრო ხედავს რომ შავი მოძრაობს მისგან გარბის და რა თვითონ მოკლედ ნებისმიერ მოვლენას შეგვიძლია მივაწეროთ კოორდინატები, სადღაც ხდება სივრცის რაღაც წერტილში ეს მოვლენა და გვაქვს რა საათი, მივაწეროთ დროის რა მომენტში მოხდა. სხვადასხვა დამკვირვებელი სხვადასხვანაირად შეაფასე დააფიქსირებს ამ კოორდინატებს, მაგრამ შეგვიძლია კავშირი მათ შორის დავამყაროთ ასეთი სახით, ეს არის მოძრავ ათვლის სისტემაში შტრიხიანი, არის მოძრავი ათვლის სისტემა. შტრიხიანი დამკვირვებელი დააფიქსირებს მოვლენა, რომელიც დროის t მომენტში x ამ შემთხვევაში y-z ერთი და იგივეა, ორივე დამკვირვებლისთვის. მოხდა x წერტილში, ის დააფიქსირებს, რომ ეს მოვლენა t შტრიხ დროის მომენტში მოხდა, რომელიც განსხვავდება, ნახეთ, როგორი კომბინაცია აქვს. t-ს მინუს vx, v არის სიჩქარე, რომელთაც მოძრავია დამკვირვებელი მოძრაობს უძრავის მიმართ. იყოფა ეს c კვადრატზე და კიდევ მთელი ეს გამოსახულება იყოფა ფერსზე, რომელიც შეიცავს r - v კვადრატი გაყოფილი c კვადრატზე. სინათლის შეკავება როცა ძალიან დიდია, ну თუ უსასრულობას გავხდით, ხო, გამაში v კვადრატი c კვადრატზე უბრალოდ განულდება ქვემოთ, ზემოთაც vx გაყოფილი c განულდება, გვექნება t შტრიხი და t ერთნაირი გვექნება. x შტრიხისთვის გვექნება, რომ x შტრიხი იქნება x - vt, ну რაც სავსებით ინტუიციურია ჩვენთვის, თუმცა დამატებით გვაქვს ფაქტორი ქვემოთ ერთი გაყოფა ეს ფესვის შემცველი ფაქტორი. შეგვიძლია გამოვიყენოთ მოკლედ ამას აი ამ თანაფარდობებს ლორენცის გარდაქმნები ეწოდება, დაკავშირებული არის მოვლენის კოორდინატები მოძრავი და უძრავი დამკვირვებლისთვის. თუ გვაქვს სინათლის გავრცელება, რომელსაც ეს ორი დამკვირვებელი ხედავს, განიხილავს. t დროის მომენტში ესე იგი შტრიხის გარეშე, როდესაც on s შტრიხის გარეშე ნიშნავს, რომ ის განიხილება უძრავი დამკვირვებლის მიმართ. t მომენტში იმყოფება x წერტილში სინათლის ფრონტი. დიდი t შეესაბამება დროს ჩვენ ვსაუბრობთ ტალღის გავრცელებაზე, ეს არის რხევითი მოვლენა, რომელიც სივრცეში ვრცელდება და დაიყო პერიოდი ამ რხევის, დიდი t. ხო, დიდი t დროის განმავლობაში ტალღის სიგრძით ვრცელდება, ტალღის სიგრძის მანძილზე გავრცელდება ტალღა. ესე იგი, დიდი t დროის შემდეგ უძრავი დამკვირვებლისთვის ის იქნება წერტილში, ტალღის ფრონტი იქნება x + ლამდა წერტილში. დიახ, თუ გამოვიყენებთ ზემოთ მითითებულ თანაფარდობებს, x შტრიხი 1 შეესაბამება ტალღის ფრონტს t დროის მომენტში. ხო, სადაც ის იყო უძრავი დამკვირვებლისთვის დროის t მომენტში, ის იყო x წერტილში. უძრავი დამკვირვებლისთვის ის იქნება x შტრიხ 1 წერტილში, დიდი t დროის გასვლის შემდეგ იქნება x შტრიხ 2 წერტილში, ვიყენებთ მხოლოდ აი ამას ქვემოთ რაც გვწერია, თანაფარდობას x შტრიხი უბრის.
შევაფასებთ დიდი ტ დროის განმავლობაში ტალღის ფრონტის მიერ გავლილ მანძილს მოძრავი დამკვირვებლის თვალსაჩინით. ეს იქნება ესეთი გამოსახულება. ის არ არის ლამდა სტოლი, განსხვავდება, ის არის როგორც აქ არის მითითებული, უფრო მცირე, ვიდრე ლამდა, მათ შორის გვაქვს ასეთი კავშირი. ესე იგი, ლამდა გამრავლებული აი ამ ფაქტორზე, რომელიც არის 1-ზე ნაკლები, იმიტომ რომ ზემოწელი 1 მინუს v-ზე, ქვემოწელი 1 პლუს v-ზე ფერს ქვეშ. ასეთი იქნება კავშირი, ასე შეიცვლება ტალღის სიგრძე და ეს დაკავშირი შეიცავს v-ს. მნიშვნელოვანი აქ არის ეს გარემოება, რომ წანაცვლება დამოკიდებულია იმაზე, წყარო რა სიჩქარით მოძრაობს. დიდი P როგორ შეიძლება ისე ზემოთ მითითებული ლორენცის გარდაქმნით მოკლედ შეგვიძლია შევაფასოთ. გვექნება ასეთი თანაფარდობა სიხშირეებს შორის. ანუ წყარო, რომელიც მოძრაობს ჩვენგან, თუ უძრავი წყაროსთვის გამოსხივების სიხშირე იყო გამოსხივებული ტალღის სიხშირე იყო ომეგა. მოძრავისთვის ის არის წანაცვლებული და დამოკიდებულია ეს სიჩქარეზე, რაოდენობრივად ასეთი იქნება ამ პარამეტრებს შორის კავშირი. კოსმოლოგიური წითელი წანაცვლება იმით არის წითელი წანაცვლება მოკლედ უკავშირდება სიხშირის ცვლილებას, იმით არის სპეციფიური, რომ ჩვენ გვაქვს ტალღაზე გამოსხივებული ტალღაზე გავლენა, ეს ტალღა როგორც თქვით, ტალღა, რომელიც გამოსხივდა მოძრავი წყაროს მიერ, ასახავს სიხშირულ ცვლილებას ერთი ამ გამოსხივების დროს, მოკლედ მოძრავმა წყარომ გამოასხა და მეორე გამოსხივდა რა, ის განიცდის გავრცელებას, განიცდის გავლენას, სანამ ჩვენამდე მოვა დამკვირვებლამდე, განიცდის ფონური სივრცის დინამიკას, იჭიმება. გამოსხივებული, ეს არის დამატებითი ეფექტი. რაც არ გვექნებოდა რომ არ იყოს გაფართოებადი ან დინამიკა რომ არ კონდეს ფონურ სივრცეს. ხო, მათ შორის არის ასეთი კავშირი, მივიღებთ გამოსხივებულ და დაკვირვებულ ტალღის სივრცეებს შორის. რამდენჯერაც გააქვთ წერია, რომ ეს არის ზემოწელია მასშტაბური ფაქტორის მნიშვნელობა, დაკვირვების მომენტში ქვემოწელია იგულისხმება, რომ ფართოდება სამყარო, ანუ ზედა ფაქტორი არის უფრო დიდი, ანუ ეს არის 1-ზე მეტი სიდიდე, აი ეს თანაფარდობა. შესაბამისად, ტალღის სივრცე იქნება, რომელსაც ჩვენ დავაკვირდებით, გაზრდილი, გაიჭიმება იმდენჯერ, რამდენჯერაც გაფართოვდა სამყარო. ხო, ვინაიდან ტალღის სივრცე არის უკუპროპორციული, როგორც ვთქვით, სიხშირეებს შორის ასეთი. თანაფარდობა გვექნება, ეს სიხშირე შემცირებულია იმდენჯერ, რამდენჯერაც გაფართოვდა სამყარო, არის შემცირებული. ახასიათებთ ამ ეფექტს სიხშირულ წანაცვლებას, წითელი წანაცვლების პარამეტრით, ასნაირად განიმარტება. ну შეგვიძლია ეს თუ გვაქვს მცირე დროის შორეც თუ განვიხილავთ, ან თუ არის z-ი ბევრად ნაკლები 1-ზე, t0 აღნიშნავს ამჟამინდელ ეპოქას, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ დაკვირვებას. ну შეგვიძლია ასეთი მიახლოებითი გამოსახულება დავწეროთ მასშტაბური ფაქტორისთვის. ეს იქნება გამოსახულება და შევაფასოთ ტალღის სიგრძის წანაცვლება, სხვა სიტყვებით z-ის მნიშვნელობა. ну მას ექნება ესეთი კავშირი, მივიღებთ ეს არის ჰაბლის კანონი, შეიძლება სხვანაირად რომ ვთქვათ. მადლობა თქვენ, ეს არის სულ რაზეც მინდოდა დღეს მესაუბრა.